მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. განვაგრძობთ საავტორო გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე, სიმართლე, სიკეთით. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია 90-იანი წლების კიდევ ერთი გამორჩეული კურსდამთავრებული დედა უნივერსიტეტის ტაბიძის სკოლად სახელდებული ჟურნალისტიკის ფაკულტეტისა. წარმატებული კალმოსანი და შეიძლება ითქვას არანაკლებად წარმატებული ხელოვანი, ხელოვნების არაერთ დარგში, თეატრალური ხელოვნება, სახვითი ხელოვნება, ვინც თავის სათქმელს საკუთარ ბრძამს სიტყვითა და კალმით თამამად გამოხატავს ეკრანიდანაც, ვერტურ მედიაში, სცენიდანაც და უჩუმრადაც. სჯობს საქმე უხმოდ პრინციპით. ჩემს ერთ-ერთ უნიჭიერეს კურსდამთავრებულს მრავალმხრივი ინტერესებით უშვენერეს ნათია ჩუბინიძეს ეთმობა დღევანდელი საუბრები ჟურნალისტიკაზე. მოგესალმებით ძვირფასო ნათია, მადლობა სტუდიაში სტუმრობისათვის. Პირიქით მადლობა თქვენ ქალბატონო დიანა, რომ ამდენწლიანი განშორების შემდეგ მაინც ისე გამყვა თქვენი სითბო და სიყვარული, რომ მასაზრდოა ამდენი ხნის განმავლობაში. მადლობა რომ მომიწვიეთ ამ მართლაც საჭიროებო და აქტუალურ გადაცემაში. პირიქით მე მაქვს სამადლობელო საქმე. მადლობა. დიდი მადლობა. ხელოვანთა ოჯახში აღზრდილი, პატარაობიდან სცენის მტვერნაყნოსი, კულისების იდუმალების გამცდელი, გასტროლების ხიბლითა და პრემიერის მოლოდინით დატვირთულ ბავშვობა გამოვლილი ეროვნული მოძრაობის ეპიცენტრში ხვდები. ინტერესების ამგვარი მრავალფეროვნების ფონზე რამ განაპირობა შენი პროფესიული არჩევანი? რა იყო ის იმპულსი ჟურნალისტიკისკენ რომ მოგახედა, ნათია? გეტყვით ქალბატონო დიანა, მე როგორც ყველა ხელოვანის შვილი, განსაკუთრებით მსახიობის შვილები, გავიზარდე კულისებში, ასე მოარგული ფრაზა როგორიც არის. და არა მარტო გავიზარდე, ოჯახშიც ჩემთან იყო ერთგვარი სალონი. იკრიბებოდნენ მსახიობები, რეჟისორები, პოეტები, მწერლები, იყო ახალი დაბადებული ლექსის წაკითხვა, ნაწარმოები, სცენარის და სულ იყო ეს დისკუსიები. ანუ ძალიან ფერადოვანი და საინტერესო სამყაროში გავიზარდე. არა მარტო კულისებში გავიზარდე, მქონდა ბედნიერება, დედა გახლდათ ქუთაისის თეატრის მსახიობი, ნაზი ნავროზაშვილი და ერთ-ერთ სპექტაკლში, 5 წლის ასაკში ვითამაშე მთავარი როლი და ვიდექი სახალხო არტისტების გვერდით და მქონდა ამის ბედნიერება. გარდა ამისა, ბავშვობიდან მონაწილეობდი სატელევიზიო სპექტაკლებში, მაგალითად სოფლის აშიკი, ქუთაისის თეატრის ბაზაზე, დასის ბაზაზე გადაღებული სპექტაკლი რეჟისორი მანანა იმიდაძე გახლდათ, იქ დედა გოგი ქავთარაძე და ეს ბავშვების როლში ერთ-ერთი მსახიობების შვილები და მათ შორის ერთ-ერთი ვიყავი მე. და შემდგომ ეტაპებზეც უკვე ასაკის ზრდასთან ერთად მიწევდა შესაბამისი როლებისში მონაწილეობის მიღება. დიახ. და ეს ჩემთვის უკაცრავად დავასწრებ მოვლენებს და აი 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიეძღვნილ საზეიმო დადგმაში საოცარი როლი ითამაშეთ. ეს უკვე მოგვიანებით კი მახსოვს ეს ძალიან დიდი დაბეჭდილება იყო ჩემთვის, აი დედა რეჟისორი და აი 9 აპრილის მსხვერპლის როლში ათამაშა თავისი უსაყვარლესი ქალიშვილი, ცოტა შეცვლებულიც კი ვიყავი. რამდენად ძვირფასი უნდა იყოს შენთვის ის იდეა, რომ რაღაცა ხო ანუ ეს მახსოვს ძალიან ისეთი დაბეჭდილება იყო დედა არა მარტო მსახიობი იყო, მოგეხსენებათ ეს სხვადასხვა პროფესია რეჟისორობა და მსახიობობა და დედას ჰქონდა ძალიან დიდი გამოცდილება მრავალწლიანი ბავშვებთან მუშაობის, ისტორია ფილოლოგიც იყო და ასევე სამსახიობო სამთავრებული ჰქონდა და სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან ჰქონდა საქალაქო ღონისძიებები 10 წლების განმავლობაში იყო და ჩვენც შვილებიც, დიშვილებიც მონაწილეობდით. დიახ და მე უკვე თბილისშიც ეს 9 აპრილის ტრაგედია მოხდა, მაგრამ ეს ღონისძიებები დედამ დადგა ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდგომ პერიოდში, ერთგვარად ამით გამოხატავდა სათქმელს და პროტესტს ამ ყველაფრის მიმართ. ეს უკვე ჩემთან ხდებოდა, ამდენად ამოტივტივდა უცებ. დიახ, და უკვე მქონდა ბედნიერება, მქონდა ბედნიერება, რომ მანდაც მიმიღო მონაწილეობა, მაგრამ მან ეგ არ იყო ჩემთვის მხოლოდ რაღაც აქტიური, ეს იყო ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო და ატვირთო, იმიტომ რომ განვიცდიდი ყველაფერს ისე, რაც მართლა განვიცადეთ ეროვნული ტრაგედია.
ტრაგედია და ძალიან საპასუხისმგებლო იყო ეს ჩემთვის, არა როგორც თქვა, იმ შემთხვევაში მსახიობის, ასევე ქართველისთვის და პიროვნებისთვის. არჩევანზე გკითხე ჟურნალისტის საიდანაც გადავედი. ხო, და აი იქიდან დავიწყე რომ მქონდა ეს ბედნიერება რომ ყოფილიყავი. ხო, ესეთ გარემოში და უცებ ჟურნალისტი ეგონა რომ რატომღაც ლოგიკური იყო და ჩავაბარებდი ამ განხრით. მაგრამ და იცით ეს მთელი სირთულე ამ ჩანს ახლა ეკრანზე და სცენაზე ჩანს რომ ძალიან ბედნიერები და ძალიან კარგები არიან და ლაღი ცხოვრება, მაგრამ ეს აბსოლუტურად რადიკალურად სხვა ხდება კაცის მიღმა თუ სენის მიღმა ფაქტიურად სულ გენატრება დედას, ანუ მიუხედავად იმისა რომ კულისებში ვიყავით, პარტერში ვიზრდებოდი, მაგრამ გასტროლებზეც ახვდით ხშირად. ხო, არასოდეს არ ვტოვებდი და დედა მოსკოვში, როცა იყო გასტროლებზე მხატის თეატრში, წარმატებული სპექტაკლი წაიღეს დარისპანის გასაჭირი დედა ასრულებდა ამ სპექტაკლში კაროჟნას როლს და მთავარი როლის ამ როლის კარგად შესრულებისთვის ერთი ამბავი იყო, წარმატებული როლი იყო და სულ მახსოვს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ყველგან ვახდით ამ გასტროლზეც მიუხედავად ამისა მაინც სახლში დედა მაყდა, იმიტომ რომ დედა ახლა 12 საათზე სპექტაკლი დამთავრდება და მოვა ღამე და მე უკვე ამ საქალქო ღონისძიებებზე ხომ მუშაობდა, უარს ვერ ეუბნებოდა, ეხვეწებოდნენ ბავშვები, დილის 4 საათზე ქონდა თქვა რეპეტიციები ბავშვებთან და ეს არანორმალური რეჟიმით ცხოვრობდა და სულ მქონდა ეს დანაკლისი. გარდა ამისა, ყველაზე მეტად რამაც ჩემზე იმოქმედა ერთი პატარა ეპიზოდი იყო, რამაც რადიკალურად შემაცვლევინა. ერთ-ერთი მსახიობი, რომელიც დედასთან ერთად პარტნიორი იყო და თამაშობდა მუსიკალურ სპექტაკლში, გარდაიცვალა დედა მსახიობს და ზუსტად იმ დღეს, როდესაც დედა გარდაიცვალა, დედასთან ერთად სპექტაკლში შეასრულა მუსიკალური ნომრები. ეს იყო ჩემთვის საოცარი შოკი, იმიტომ რომ ბავშვის გადმოსახედი დედა ყოლა იცით რა არის და ვისთვის რამხელა ფენომენია და ჩემთვის აი ბავშვის სახედიდან რომ აი დედა გარდაცვლილი მღერის სცენაზე და აი მაშინ მივხვდი რომ ეს არის პროფესია, სადაც საერთოდ არ ეკუთვნის შენს თავს, შენს არა გაქვს უფლება თუნდაც დედის გარდაცვალების დღეს დაიტირო და გამოხატო შენი ემოციები. ამან საბოლოოდ დამასწრებინა წერტილი ამ პროფესიისთვის, თუმცა ვთვლი რომ საკმაოდ ნიჭი არ მქონდა იმისთვის, იმიტომ რომ ძალიან რთული პროფესია საპასუხისმგებლო და ეს იყო ჩემი საბოლოო გადაწყვეტილების მიზეზი. და ჟურნალისტიკა რატომ? და ჟურნალისტიკა რატომ? მე მოხვდი ამ ეროვნული მოძრაობის ეპიცენტრში, დედა დღიდან ეროვნული მოძრაობისა დადგა ბატონის ზვიადის და მირაბის გვერდით, არა მარტო დედა, მთელი ჩვენი ოჯახი, ჩვენ ბავშვები ვიყავით, მე და ჩემი ძმა, მაგრამ აბსოლუტურად ყველა აქციაზე ვიყავით, ყველა ჩართული ვიყავით აქტიურად და მრავალფეროვანი მოცემულობა მქონდა არჩევანის ამ თვალსაზრისით, მაგრამ პარალელურ რეჟიმში მე წერდი ჩანახატებს, ჩემ შემოქმედებითი მქონდა სამყარო და ყველაზე პირველი ჩემი პუბლიცისტური ნაშრომი, რომელიც დაიბეჭდა ლიტერატურულ საქართველოში, მიეძღვნა მირაბ კოსტავას, რომელიც გარდაიცვალა ეგრეთ წოდებული ავარიით 13 ოქტომბერს და ვითომ ავარიით და მახსოვს ეს ჩემთვის ისეთი ტრაგედია იყო, არ ვიყავი მე გამოხატული ბავშვი, არ მიყვარდა ემოციების გამოტანა, არც ახლა არ მიყვარს და მთელი დღე მახსოვს ესე მეხზე თავჩახილი ვიდექი და ცრემლებად ვიღურებოდი და ზუსტად დაიწერა ეს წერილი მაშინ ტკივილი დიდი და განუზომელი და ელიზაბა ჯავლიძე იყო მაშინ ბატონი ელიზბარი რედაქტორი და დაიბეჭდა აი ამ გაზეთში. აი ამ ტკივილით და ამ სათქმელით შევედი მე ჟურნალისტიკაში და მე როგორც ვიცი, მე აი კრებულში შავლეგო. დიახ, მე კრებულში მოხდა ეს საიდან მოხდა მოწაფის მოწონავი ბატონი ბატონმა ელიზბარმა წარადგინა სულაც ამ სხვა თავყრილობა მით გააკეთა ალბათ ორგანიზაცია მოხდა ის ნაწარმოები ეს ჩემი პუბლიცისტური ნაშრომი შავლეგოში. დიახ. და ეს აი წარმატება სკოლის მოწაფისთვის. კი ბატონო. საპასუხისმგებლოდ აი სკოლის პერიოდში ნერგის აქტიური ავტორიც ბრძანდებოდი. არც მეტი არც ნაკლები უნიჭიერესი ქალბატონის მარინე თექთუმანიძის რედაქტორობით რომ გამოდიოდა. ბედის საჩუქარიცა და დიდი პასუხისმგებლობაც ერთდროულად არა ასეთ ქალბატონთან მუშაობა. რას გაიხსენებთ იმ პერიოდიდან? გეტყვით ახლა ქალბატონი მარინე, ახლა როგორი მშვენიერი და ესეთი მომხიბლავია და წარმოგიდგენთ იმ ასაკში როგორი იქნებოდა ძალიან თბილი და დედობრივი. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, თითქოს ყველა
ბავშვობის ასაკში იწყებს თავის ნაშრომების ბეჭდას ნერგში, მაგრამ ჩემი შემთხვევაში ესე არ იყო. მე უფრო ლიტერატურული საქართველო და სახალხო განათლებიდან დაიწყე ჩემი ასე ვთქვათ ჟურნალისტური მოღვაწეობა. მოგვიანებით კლასში, როცა უკვე დამამთავრებელ კლასში ვიყავი, საოცარი კლასი მყავდა და მე ალბათ მოგვიანებით მაგაზე დეტალურად ვიტყვი. მაგაზე უფრო დეტალურად. და ნერგის ქალბატონმა მარინამ გამოგზავნა თავის წარმოადგენელი და ჩვენს კლასზე გააკეთა მთლიანად ესე იგი ორგვერდიანი მასალა, ინტერვიუებიც იყო და ჩვენი შემოქმედება, ზოგის ნახატი, ზოგის ლექსი და აი აქედან დაიწყო ჩემი დამამთავრებელ კლასში თანამშრომლობა ქალბატონ მარინეს და მე მქონდა უკვე ინტერვიუ ბავშვებთან რაღაც სოციალურ თემებზე, რაც უკვე თემატურად იყო, მაგრამ ასე ვთქვათ, მთელი ჩემი ჟურნალისტური კარიერა ბავშვობის ძირითადად ლიტერატურულ საქართველოსა და სახალხო განათლებას უკავშირდება, ნუ მოგვიანებით ერად გადაკეთდა. კი, ეს მე შემდეგ ამაზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ. ესე ქალბატონი მარინას აი ამ გაშლილი გვერდებით დაიწყო თქვენი ურთიერთობა და მე ეს ურთიერთობა დღესაც გრძელდება, რა თქმა უნდა. დეიდაც ჩემი პოეტია მზისო ნაროზაშვილი მეგობრობენ ქალბატონ მარინა და დეიდა, ასევე ხშირად ხვდებით მწერალთა კავშირში რაღაც საღამოებზე, Facebook მეგობარია და დღესაც ვეცნობის სიამოვნებით მის შემოქმედებას, ლექსებს. ქალბატონ მარინასთან მეგობრობა, განსაკუთრებით მიყვარს მისი ლექსი ეთიოსური, ჩემთვის არის ნომერ პირველი ლექსი. აი სკოლის პერიოდში ვერო ლიტერატურული საქართველოს მწერლების გაზეთის ავტორობის პატივიც გერგო, ეგ ამაზე უკვე ხა ვისაუბრეთ, მაგრამ აი გარდა შავლეკოსი, აი ამ კიდევ მირამ კოსტავასთან დაკავშირებით, აი სანამ მოვდიოდი თქვენ გადაცემაში. აი ამ ურთიერთობაზე იქნება ბატონელის ბატონი. დავფიქრდი მაგაზე, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს ხა მწერლების გაზეთია ლიტერატურის საქართველო, მაგრამ მაგაზე სტუდენტები კი არა, ახალგაზრდა მწერლები ოცნებობენ და ზოგჯერ ოცნებად რჩება. მართალია, რატომღაც ჩემი მასალები ლიტერატურულ საქართველოში ყოველთვის იყო პუბლიცისტური და არა ლიტერატურული და არა შემოქმედებითი, რატომ ეხა გადავხედე ამ თვალით და შემოქმედებითი უფრო შევხვდებოდა სახალხო განათლებაში. რაც არ უნდა პარადოქსი. აი ესეთი რაღაცა ეხა დავაფიქსირე ამ გადმოსახედიდან. ბატონი ელიზბარი სიცნობდი პიროვნულად, ანუ დედა და ბატონი ელიზბარი მეგობრობდნენ, ეროვნულმა მოძრაობამ დააკავშირა ისინი ერთმანეთს ლიტერატურულ საქართველოში. ელიზბარის აქტიურად ჰქონდათ, და ბატონი ზვერიც მოდიოდა ხოლმე ლიტერატურულ საქართველოში. მგვარი მაგიდის არჩევნების წინ დედა იყო ბატონი ელიზბარის ნდობით აღჭურვილი პირი და აქტიურად მიდიოდა თანამშრომლობა ამ თემაზე. მეც ვიცნობდი პიროვნულად და პერიოდულად ბეჭდავდი ხოლმე სხვადასხვა თემატიკაზე. ეს შენი ინიციატივით თუ იყო რაღაც შემოთავაზებები? არა, ეს მერამ კოსტავაზე აბსოლუტურად ჩემი ინიციატივით. შემდეგ ის კი იყო ხოლმე თქვა აი ამაზე რას ვფიქრობ, შენი აზრით დამიფიქსირე მე და ბატონი ელიზბარი, დიახ. და აქ არ დასრულებულა ჩვენი ურთიერთობა, გაგრძელდა მერე უკვე როცა ეროვნული ხელისუფლება დაამხეს, ბატონი ელიზბარი იყო სამრეკლოს რედაქტორი საქართველოს სამრეკლოს და იქაც თანამშრომლობდით მომავალში. კი ბატონო. ხო და ქონდა აქტიური ურთიერთობა და დედას და ბატონ ელიზბარს ასევე ქონდათ საქმიანი კვეთა, რასთან დაკავშირებით სურდათ რომ დედას ინიციატივით იყო ეს, რომ სკოლებში შეეტანათ დამატებითი საათები მხატვრული და ლოგიკური კითხვის. ეს პროექტი ქონდათ, დიახ. იმიტომ რომ ქონდა ამის გამოცდილება და ძალიან კარგ შედეგებს იძლეოდა ეს ბავშვებს არ ვიწყდებოდა დაარსდეს ის ნასწავლი ლექსი იყო თუ რაც ამ ფორმით ისწავლებოდა დედას საშუალებით და ამის შეტანა უნდათ, მაგრამ მოგეხსენებათ უკვე მე არ დაცალდა 11 თვეიანი ის მე როგორ ტრაგიკულად დასრულდა ეს ყველაფერი და ესეთი ქონდა კვეთა ბატონ ელიზბართან ამ საშუალებით ამხრეთი. აი ხლა სახალხო განათლების და შემდგომში ერის პერიოდზე გვესაუბრეთ. სახალხო განათლების რედაქტორი იმ პერიოდში იყო ბატონი აპოლონ სილაკაძე. რომელიც როცა მივედი ჩემი პირველი შთაბეჭდილება ისეთი იყო აი მოვიხიბლე ხო ბავშვი ვიყავ საოცრად რაფინირებული ინტელიგენტი ისეთი სიმპათიური ადამიანი იყო ძალიან დახვეწილი აი მოვიხიბლე მისი გარეგნობით ძალიან მომეწონა და რა თქმა უნდა დედა მიმიყვანა ხა მე ბავშვი ვიყავი და არ ვიცოდი და ჩემი ჩანახატების თავყრილობა გააკეთა დედამ და მივედით ბატონ აპოლონთან ძალიან კარგად მიგვიღო ძალიან სიტყვა ძუნწი იყო სხვათა შორის გადახედა ამ ჩემს ნაშრომებს და თქვა რომ დამიტოვეთ ესე დასრულდა ჩვენი ურთიერთობა და წამოვედით. სულ მალე
სახალხო განათლების უკანა გვერდზე თითქმის მთელი გვერდი, ბოლო გვერდზე თითქმის მთელი გვერდი ცოტა დარჩენილი იყო რაღაც მონაკვეთი განცხადება იყო რაღაც არ მახსოვს, დაიბეჭდა და ეს ჩემი ჩანახატები და სახალხო განათლება მოგეხსენებათ სერიოზული გაზეთი იყო და ბავშვისთვის ეს საკმაოდ განაცხადი იყო და მოყვა რა თქმა უნდა ამას გაუხადათ ძალიან სკოლაში პედაგოგებსაც, ბავშვებიც ძალიან შეხვდნენ ოვაციებით და ან რატომღაც მწყალობდა ბატონი აპოლონი. მოსწონდა როგორ ჩანს ეს. ხო ეს უსიტყვოდ აი ისე. მე გავიდა გარკვეული პერიოდი და მახსოვს ერთ-ერთი უფროს კლასელი შემხვდა და მე ვიმ შენი მასალები ვნახეო გაზეთში. მე მეთქი არა გეშლება, მე არ მიმიტანია არცად ამ ბოლო დროს არაფერი მეთქი და როგორ არა აბა ნახეო უკვე ერი იყო თუ არ ვწდები რა. ხო და აბა ნახეო. და ნახე მართლაც და კიდე თელ გვერდზე გავუშ. ანუ ის ჩემი მასალები რაც დაიტოვა, ერთ იმაში არ დაიტოვოდა ერთ გვერდზე და ეს პერიოდულად მიბეჭდავდა ხოლმე და ქონდა ამის ბედნიერება და ისე მწყდება გული მე როგორც პროფესიონალი ჟურნალისტი გავხდი, მინდოდა და მივსულიყავი ბატონ აპოლონს და მადლობა მეთქვა აი ამ ჩემი წახალისებისთვის თუ აი ეს გვერდში დგომისთვის თუ და აი ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ მე მოხდა ეს ტრაგედია, ეროვნული ხელისუფლების დამხობა და ისეთი თემები წამოვიდა რომ ვეღარ მოვიცალე და თუნი მწყდება რომ ეს ისე წავიდა ბატონი აპოლონი ამ ქვეყნიდან მე მადლიერება მას ვერ გამოუხატე. მოწაფეობის პერიოდში ლამის ერთი კარგი ჟურნალისტისთვის საკმარისი პუბლიკაციები და პროფესიული გამოცდილება დაგიგროვდა, პროფესიული ბიოგრაფია შეიძლება ითქვას, ხომ? უთუოდ იყო ამაში თქვენი სკოლის პედაგოგების წვლილიც, რომელიც არ იყო ჩვეულებრივი სკოლა, ხო? რაში გამოიხატებოდა ეს ექსპერიმენტი, ანუ ექსპერიმენტული ჰუმანიტარული განხრით თავისებურება. რა მოგცათ აი ამ პროფილით სწავლა? დიახ, ეს იყო ახალი ხილი, ეს ზუსტად ეროვნული ხელისუფლების დამსახურებით მოხდა. ჰუმანიტარული გაძლიერებული ჰუმანიტარული და ერთგვარად ჩვენს უბანში ნაძალადებში დავამთავრე 112 საშუალო სკოლა, გამორჩეული ბავშვების გამოცდა მოხდა და ის ვინც გაიარა წარმატებულად, ხო ანუ წარმატებული ბავშვების თავმოყრა მოხდა. ძირითადად ჩემი სკოლის ბავშვების ბაზაც იყო, მაგრამ სხვა სკოლებიდანაც იყვნენ გადმოსულები. საოცარი ნაკრები მოხდა ბავშვების, ნუ პედაგოგები ამაზე შეიძლება უსასრულოდ ვისაუბროთ, ამიტომ უნდა გამაჩეროთ და რაღაც ფორმატში მომაქციოთ, იმიტომ რომ საოცარი პედაგოგები მყავდა. აი ეს ექსპერიმენტი მდგომარეობდა იმაში, რომ აქ გაძლიერებულად, გაღრმავებულად სწავლობდით, თქვათ, ერთი ავტორის თუ 3-4 ლექსი სწავლებოდა, თქვათ, ჩვეულებრივ სკოლაში, აქ სწავლობდით თითქმის ყველაფერს და რასაც არ სწავლობდით, კითხულობდით ყველაფერს. მისი ლიტერატურული ნაწარმოები იყო, პუბლიცისტური იყო, თუ იმდენი დავალებები ჰქონდა, ზაფხულშიც კი ვკითხულობდით და ამომწურავად ვეცნობოდით ჩვენი კლასიკოსების ნაწარმოებებს და აქ არ იყო მხოლოდ საგნის ცოდნა, აქ იყო ისეთი თავისუფლება, დისკუსია ამა თუ იმ თემებზე, საოცარი ისტორიის პედაგოგი მყავდა და განხილვა მიდიოდა არა მარტო იმდროინდელი ისტორიული ფაქტების წარსულის და სიცოცხლე დუღოდა და ყველანი ან ლექსებს წერდნენ ბავშვები, ან ხატავდნენ, ძალიან შემოქმედებითი ჯგუფი კლასი მყავდა, პედაგოგების თანამდებობით და ჩვენი კლასის სიმბოლო იყო ბროწეულის ხე, ძალიან გვიყვარდა ლიას ტურუას ლექსი ბროწეულის ხე, აქაც ვნახე რომ მოვედი სტუდიაში და ისე გამიხარდა, დამხვდა რაღაც თბილი გარემო და მინდა თუ შეიძლება რა იყო ჩვენი კლასის სიმბოლო, რომ თქვა ჩვენც გვიყვარს ბროწეული. ხო, რა თქმა უნდა, ულამაზესია და არაერთ პოეტს აქვს სხვათა შორის. მე ეთერსახოდის ლექსი გამახსენდა ახლა სამწუხაროდ ზეპირად არ მახსოვს შემოვაბინდი და ჩაქრებიან ბროწეულებს თავდება და ჩვენი სტიმული ამ შემთხვევაში ლიას ტურუას ლექსი იყო ჩვენი კლასის და როცა დავასრულეთ ჩვენ სკოლის ეზოში დავდგეთ ბროწეულის ხე, რომელიც დღესაც ყვავილობს და ყვავის როგორც ჩვენი კლასის და ჩვენი პედაგოგების სიყვარულის სიმბოლო. დიახ, და ეხლა რომ მივდივარ ხოლმე ისე მიხარია რომ ხდება აყვავებული. აქეთ შემოქმედებითი ხელი ეტყობა იმ გარემოსი და იმ აურის. ძალიან საოცარი წლები გავიარე სკოლაში. თქვენი ოჯახი აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში, ამაზე შენ ნაწილობრივ კი ილაპარაკე და შენც მათ შორის მოვლენათა ეპიცენტრში ტრიალებდი. 9 წლის პერიოდს გულისხმობთ თუ საერთოდ ეს ტრაგიკული პერიოდი? ეს პერიოდი, მთელი თქვენი სტუდენტობის რაღაცა ასეთი
რაღაც საბედისწერო დამთხოვება ყველაზე ტრაგიკული იყო სამოქალაქო. დღემდე რომ ჭირდა ჯერება რომ ჩვენ ქართველებს ეს დაგვემართა. 9 აპრილი ხო გეუბნებით ზეიმიც იყო და ტრაგედიაც იყო ერთდროულად ასე რომ რაღაც მე ბატონმა ზვიადმა მისცა საზეიმო ეს დამოკიდებულების გამოცხადებით სხვა სიმაღლეზე არ ყვანდა ასე რომ ამას ტრამვა და ტრაგედია იყო ჩვენთვის ის კოშმარი მე ეროვნული ხელისუფლების დამხობა რასაც მოყვა უკვე სამოქალაქო ომი და სრული განუკითხაობა აი დღეს როგორ ხედავ ის პატარა გოგონა ის პატარა ნათია რომელიც აი ამ ეს ყველაფერი მის თვალწინ ხდებოდა ანუ ზუსტად 1992 წელს როცა დაამხეს ბატონი ზვიადი ვიყავით ჩვენ დამამთავრებელ კლასში საშინელი ტრაგედია ფონი საშინელი სისხლის სუნი ეს სიბნელე სიცივე ყველაფერი და მახსოვს როგორ დუბლიონკაში ჩაცმული როგორ ვიჯექი სახლში სიცივეში სანთლის შუქზე მეცადინეობ და როგორ ზანზარებდა ჩემი კორპუსი ამ ქვემეხების სროლის ფონზე და აი ესეთ მდგომარეობაში როგორი არის ხა ემზადების სკოლისთვის და ეს იყო ჩემთვის ახლა ყველა ქართველისთვის მაგრამ მოზარდისთვის იყო ძალიან მძიმედ გამიცადე აი ზუსტად მაგ პერიოდში იყო ნერგიდან როცა მე გითხარით გამოუშვა ქალბატონმა მარინამ თავის წარმოადგენელი ინტერვიუც აიღო ამ თემასაც შეეხო და ჩვენი შემოქმედებითი ისიც დაიბეჭდა ნაშრომები ჩვენი კლასელების და თელურ გვერდზე და ზუსტად ამ პერიოდს დაემთხვა ეს და ძალიან დღემდეც არ დღესაც არ შემიძლია იმ კადრების ყურება, იმიტომ რომ ცუდად ხვდები, იმდენად განვიცდი ისეთი ის იყო ჩემთვის ეს წარმოუდგენლად ქართველს რომ ესროლა არ ვიცი აი რა უნდა იყოს რა იდეა უნდა იყოს რა იდეა გაამართლებს ამას რომ შენ ქართველს ესროლო და ყველაფერი ამის ფონზე შენ გეყო ძალა რომ დაგემთავრებია სკოლა წარმატებით ჩაგეპარებინა მისაღები გამოცდები ანუ პასუხისგებლობა და გაძლება ამ ყველაფრის ერთდროულად ფაქტიურად ისე გავიზარდი რომ ჩვენ ოჯახის სწავლა ყოველწლიურად ადგილზე იდგა და ზაფხულშიც კი წინასწარ მეცადინეობდი და ეს ბაზა რო გაქვს ბაზისი მაგრამ მაინც ხო უნდა მოუყარო ამას თავი ყველაფერს ყველაფრის წაკითხვა და ამ სანთლის შუქზე და სიცივეში ასე თუ ისე პირველივე წელს მოვეწყო ჩვენთან უნივერსიტეტში ბატონოდართან ფაკულტეტზე უფასოზე მაგრამ ის ქონდა შიში იმიტომ რომ ისეთი ფონი იყო იქ ავტომატების კაკანი ფხედიონელები იყო ეს რეალობა იყო სამწუხაროდ და მეც მთელი სტუდენტობა გავატარეთ მოგეხსენებათ როგორ სიცივეში და თქვენი ლექციები ვარცხობთ თქვენ მაგრამ თქვენი სულიერი განწყობილებებით მაგრამ ფაქტი იყო ეს სითბოს წყარო არ ვიყავი სამწუხაროდ ეხლა პირდაპირი გაგები მაგრამ დღემდე შემრჩა ის დანაშაულის განცდა გალურჯებული ბავშვები პალტოში ყველაფერი ქუდებში მაგრამ არ შველის როცა 4-5 საათის იხარ ლექციაზე ვერთბები ამითი და ნუ არ ვიცი ამ შემთხვევაში რამდენად დიდია ლექტორის როლი საინტერესო ლექტორის როლი შენ ზიხარ ამ სიცივეში ბოლომდე გაუძებარები ერთი ტყვეების ზუზულში რომ მოდის ბავშვ ლექციაზე გაოგნებული ვიყავი ხოლმე რა ცრემლებამდე გაოგნებული რომ ესე იგი უღირს რომ მოვიდეს და აი შიშიც დაძლიოს და რაღაცნაირად მე არ მახსოვს თქვენი ლექცია გამეცდინოს ბატონინოზარის ლექცია ნუ იყო რაღაცა ლექციებსაც ვიპარებოდით ხოლმე უშავს ეგეც ადამიანურია და მაგრამ და აი ამავე პერიოდში იუმორისტული გაზეთი ოღა ბებიასთან თანამშრომლობდი თვითონ ამ გაზეთის არსებობა იყო ჩემთვის პირადად საჩუქარი იმიტომ რომ ეს ოღაბები არის ნოდარ-დუმბაძის სამყარო უკვე ამას აღარ ჭირდება ხო დახასიათება იუმორიც თავის თავად იგულისხმება არა სითბო საოცარი და ასე შემდეგ და მახსოვს შენი არაერთი პუბლიკაცია მათ შორის იძინეთ უნივერსიტეტის ეზოში, რომელმაც სწორედ სიტყვის ოსტატობით ექსპრესიულ საშუალებათა უნარიანი გამოყენებით მომხიბლა თავის დროზე, ჯერ კიდევ სტუდენტი ბრძანდებოდი ჩემი და აი სწორედ მაშინ მონოგრაფიაზე ვმუშაობდი და გამოვიყენე როგორც ნიმუში
ჟურნალისტური გამონაგონის საუკეთესო ნიმუში. Აი ამ შენი პუბლიკაციიდან ესეთი კორიფეების გვერდით კლასიკოსების ჟურნალისტიკისა და ვიყავი ბედნიერი, რომ აი ჩემ სტუდენტს აქვს ისეთი ნამუშევარი, რომელიც ძალიან თამამად შეიძლება განიხილო და ნიმუშად მოუტანო მკითხველს პუბლიცისტური გამონაგონისა, რომელიც ურთულესი ის არ უნდა იყოს წინააღმდეგობაში ფაქტებთან, ლოგიკურ შესაბამაი იყო ესეთი ხარმი და ლექცია გამომივიდეს თავის დროზე კი გასწავლით, რომ ეგონ ერვინ კიში, რომელიც ამბობდა, რომ ფაქტსა და შორის ვიწრო შუალედში აქვს ფანტაზირების უფლებაო და ეს პატარა გოგონა მეორე თუ მესამე კურსელი შენ ამას აი ოსტატურად ახერხებდი აქტუალებული ვიყავი ამით და კიდეც აი ამ მონოგრაფიაში მეორე გამოცემაში აი ახლა შევიძლია. მადლობა. ხომაყურებას მოგახსენებთ ამ პატივისთვის. სახალხოთ მინდა გადმოგცეს. ძალიან დიდი მადლობა უბრალოდ. სადაც შეიძლება ძალიან ამბაყივა რომ ჩემი სტუდენტი ამაყი მე ვარ პირიქით თქვენ ციტირებულია კლასიკოსების გვერდით, იმიტომ რომ იმსახურებდა მისი ნამუშევარი ამ ყველაფერს. მადლობა დიდი ბატონო. გავხსენოთ გაზეთი ულღაბებია, რომლის მხოლოდ სახელწოდებაც ერთ რამე დღეს. მართალი ბრძანდებით ეს იყო სატირულ-იუმორისტული გაზეთი, ნოდარ დუმბაძის პერსონაჟის დაყრდნობით. დედა იყო ამ გაზეთის რედაქტორის მოადგილე და ეს იყო ერთგვარი რედაქტორიც ვახსენოთ. რედაქტორი ივერ თაბაგარი, პოეტი, ჭიათურელი პიროვნება არის პოეტი და ძალიან კარგი ჩანაფიქრია, კარგი მოფიქრება, სწორად იმ ტრაგიკულ ფონზე, როცა ადამიანი რო არ გაგეждდეს და გადავიდეს ჭკუიდან, ნუ და სწორედ რაღაც ასეთი შექმნას არა, რომ შეინარჩუნ რაღაც სიკვდილამდე ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა, თორე ზოგჯერ მიკვირს როგორ გადავრჩით ფსიქიკურად, ფსიქოლოგიურად თუნდაც, როცა ყველა ჩვენი ფასეულობა ამოყირავდა, მაგრამ აი ამითი შველოდით თავს და ახალგაზრდობას და ერთმანეთს და მინდა რომ გაიხსენო. კი, აუცილებლად და დედა მოადგილე იყო ბატონი ივერი იყო რედაქტორი და მე თანამშრომლობდი აქტიურად ამ გაზეთთან და ეს იყო ერთგვარი ეს გაზეთი ჩვენთვის საშუალება რომ ჩვენი სათქმელი ხმამაღლა გვეთქვა საკმაოდ კი იყო სატირული იუმორისტული მაგრამ ისეთი მძაფრი რაღაცებიც იბეჭდებოდა მაგრამ ფორმა ჰქონდა თუნდაც შენი პუბლიკაცია საკმაოდ ესეთია მე ამბოხური ამითი ამ გაზეთის საშუალებით ჩვენ ვებრძოდით და უპირისპირდებოდით იმ უკანონობას და იმ საშინელებებს რაც ხდებოდა იმჟამად საქართველოში და საკმაოდ სერიოზული მასალებიც იბეჭდებოდა ამ თვალსაზრისით და აქტიურად ვიყავით თან როგორი პერიოდი იყო მოგეხსენებათ არაშუქი არაფერი და ღამებს ვათენებდით რომ გამოგაგიძებდა უნივერსიტეტის ეზოში ხო ეს კი სიმბოლურად იყო შენს ნაწარმოებში მაგრამ რა არ იყო სროლები და ჩვენს გზაზე და ჩვენს თავს მაგა გამოიწვია იქ ჩემი ნაწარმოებიც დაიბეჭდა და ჩვენი ოჯახი თქვენ ბრძანეთ კიდეც როცა ეს ეროვნული ხელისუფლება დაიმხო ძალიან აქტიურად იყო ჩართული და დედა ყველა ფორმით და ყველა მეთოდით და ყველა ხერხით ცდილობდა დაპირისპირებოდა ლექსით, სიმღერით, თეატრალური დადგმებით და ყველა მეთოდით აკეთებდა ამას არა მარტო დედა, მთელი ჩემი ოჯახი, ბიძა ჩემი მერაბ ნაურზაშვილი ადვოკატი, როდესაც ბატონის იურგის ხელისუფლება დაემხო, ეს პოლიტპატიმრები, ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრები თუ დეპუტატები ხო ყველა დააპატიმრეს. და დაცვის ობიექტი იყო ბიძაჩემს უმრავლესობა იქნა არ კიდევდნენ ეშინოდათ სიმართლე გითხრათ ვერ კიდევდნენ ახლა ეს საკმაოდ ცარისკო იყო შემოთავაზებების მიუხედავად არც ერთი გაზეთის თანამშრომლობა არ ისურვეთ და თავისუფალი ჟურნალისტიკის სტატუსი ამჯობინეთ ახლა ეს დღეს თითქოს ნორმაც კია მაგრამ მაშინ ძალიან სიახლე იყო აი უცხოეთში მოგწონდა რომ ასეთები არსებობდნენ და თქვენ აი პატარა გოგონამ რა გიკარნახათ და რა ხიბლი ქონდა ამას თქვენთვის გეტყვით სწორი ძალიან ისეთი შეკითხვა იმიტომ რომ ეს ჩემი მიზანდასახულად ვაკეთებდი ამას და ზუსტად სწორად მისვამთ ამ კითხვას ესე იგი ესეთი მისაბიხე კურსი
მე ჟურნალისტიკაში დედა მოგხსენებათ მსახიობი იყო და დედამ მირჩია ეს რომ ეს კორიფეები ვინც იყვნენ ჩვენი ხელოვანები კინო მსახიობები მართლა ვარსკვლავი ყველა მეორის რო ვარსკვლავს ვიცეხით ეგრე არის ჭეშმარიტი ვარსკვლავი ვინც იყო ვინც შექმნა მართლა ქართული კულტურა მსახიობები რეჟისორები დედა მითხრა რომ ყველა ასაკში არისო ხანდაზმულები არიან და მოდი და მოასწარი მათთან ეს ინტერვიუები ერთიარად ჩანს ეკრანზე და რაც კადრს მიღმა საინტერესო რაც კულისებში ხდება რაც დაფარულია მაყურებლისთვის ესენი ყველაფერი გააკეთეთ და მე შევკრათ წიგნათო და აი მიზანდასახულად მე დავიწყე ავიღე ეს კურსი ანუ ჩემი ეს თავისუფლება ჭირდებოდა და არა მიჯაჭულობა რომელიმე ერთ გამოცემაზე თეატრისადმი კინოსადმი და ჩემი გამოცდილება გო დავაბანდე ამ საკითხში ერთგვარად მაინც მივადექი იმას შენი თემა იყო ავიღე თუ სხვადასხვა თემებზე ვწერდი მაგრამ უკვე ავიღე კურსი ამაზე და მოგეხსენებათ ახლა როდესაც პროფესიონალი ჟურნალისტი ხარ და თან ხარ შტატში უნდა შეასრულო დავალებები რედაქციის დავალებები და ამიტომ მე უარს ვამბობდი მქონდა შემოთავაზებები მახსოვს გაზეთ თბილისში ბატონმა სოსომაც შემოთავაზა და უარი რო უთხარი განცდა კი ინტერსოლიდური გაზეთებიდან შემოთავაზებები იყო და ყველგან ვამბობდი უარს მკვირდათ ხოლმე მაგრამ მე ეს მჭირდებოდა თავისუფალი არჩევანი მჭირდებოდა და მაგრამ არ მქონდა პრობლემა სწორედაც შედეგი ჩანს დღეს რო გადავხედე შენი ლეგენდარული რესპონდენტების გრძელი ის მხოლოდ ჩამონათვალს არ ეყოფა ერთი გადაცემა უმრავლესობა ხელოვნების დარგის ადამიანები, მსახიობები, რეჟისორები, კომპოზიტორები იყვნენ. ეს ცხადია ხელოვანი დედის გარემო იყო და მისი ეს ფუფუნებაც არის ხო რომ მიგიწვდება ხელი პირადი ურთიერთობა ის უთბილესი ფოტოები მათთან და შესაბამისი საუბრები მათთან. რა თქმა უნდა ხა შენი კოლეგის შვილთან უფრო გაიხსნები, მით უფრო თუ ის აზრიანი და გონიერი და ნიჭიერი ახალგაზრდა აი მე გამიჭირდა ამორჩევა, კიდეც გითხარი რომ მე არ შემიძლია რომელიმეზე ვთქვა უარი, შენ თვითონ გაიხსენი შენი მართლა ლეგენდარული რესპონდენტები. რამდენადაც ჩვენი ფორმატი და დრო გვაძლევს ამის საშუალებას. თითოეულზე შეიძლება ალბათ თითო გადაცემის გაკეთება, მაგრამ ეხლა მაგ ფრაგმენტულად კი ბატონო გავიხსენოთ. იცით რა შესაქმე ხა არ იყო მარტივი ამ რესპონდენტებთან, ასე ვთქვათ, ინტერვიუები, იმიტომ რომ ხელოვანები მაინც ხალხია ქმნიან და ეს ლოგიკურიც არის. მაგრამ თუ ვთქვათ, ხელოვნების სხვადასხვა სფეროებში კი, ბევრი გაგებით. დიახ, მაგრამ საინტერესო. მაგრამ მე მაქვს ახსნა რატომ არიან. სირთულე ჩანს ერთი შეხედვით, მაგრამ ეს არის ლოგიკური. ლოგიკურია რაღაც. თუ ვთქვათ, მხატვრის იარაღი არის ფუნჯი, როცა რაღაცას ქმნის, მუსიკოსის არის ვთქვათ, გერა, ინსტრუმენტები, ასე შემდეგ. ყველას აქვს რაღაცა ინსტრუმენტი, რითაც ქმნის და ერთადერთი არის მსახიობი, რომლის ინსტრუმენტი არის სიტყვა. ანუ სიტყვას ეკიდებენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და ესეც უნდა იყოს. ასეც უნდა იყოს ჟურნალისტი არ უნდა ეკიდებოდეს. რა თქმა უნდა, პირველად იყოს სიტყვა და სიტყვას დიდი ძალა აქვს და მათთვის სიტყვაზე აგებული აქვთ მათ მთელი თავიანთი შემოქმედება და ცხოვრება და ხელოვნება და ამიტომ ყველა სიტყვა სხვა პასუხისმგებლობით ეკიდებიან და ანალოგიურს ითხოვენ შენგან. და მე არ მიჭირდა, იმიტომ რომ მე გაზრდილი ვარ მათი ენა ვიცოდი კარგად და ის შრეები და ის ხედვები მათი ჩემთვის ნაცნობი იყო და მიადვილდებოდა და ძალიან იხსნებოდნენ ჩემთან და ძალიან სასიამოვნო და საინტერესო საუბარი დგებოდა ყოველთვის, მაგრამ მქონდათ ყოველთვის ერთი ყველა მათგანს, რომ როდესაც ინტერვიუ გამზადდებოდა, მე მათთან მისულიყავით, ეს უნდა წაეკითხათ. ისე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაბეჭდილიყო. ზოგადად ჩვენ ინტერვიუს ოსტატობას რო ვუკითხავთ სტუდენტებს ახლა მოდარდუნბადის არ იყო ჩვენ კი ვასწავლით, მაგრამ უნდა ისწავლოს იმე ხო? სამხრივია. ეს არის ოქროს წესი. იმიტომ რომ იქ არის კოლექტიური შემოქმედება, შენ რო ჟურნალისტი ხარ, ის არის შენი რესპონდენტი და თქვენ ერთად ქმნით ამ პროდუქტს, ამიტომ მან უნდა იცოდეს საბოლოო სახე. შეიძლება კიდეც აი ცოცხალ საუბარში რაღაც ისეთი თქვას ადამიანმა, ხო რომ არ უნდა მე ამის გასაჯაროება და ეს მისი უფლებაა და შენ ამ უფლებას უკარგავ, ამ უფლებას უზღუდავ, როცა არაჩვენებ პროდუქტის სახეს საბოლოოდ.
ეს არის ვალდებულება ჟურნალისტისა, რასაც დღეს შეზღუდვად მიიჩნევს ზოგი მაპატე და გაუნახლებელი ჟურნალისტური განათლებით რო დღეს ნაკლებად ადამიანები ნათია ერთ რამესაც გეტყვი აი ამ გადაცემაში რაღაცა ისე მოხდა იცით ხა არჩევ შენთვის საინტერესო რესპონდენტს ხო კი კოლეგა პროფესიონალი ასე შემდეგ მაგრამ ნუ ახალგაზრდები ხო ყველაზე მთავარი ძალა და 90-იანელი ჩემი კურსდამთავრებულები წარმატებულები დამიგროვდა გადაცემაში და რომ ვუყურებ მათი უმრავლესობა დღეს სპეციალობით აღარ მუშაობს და რა თქმა უნდა ეს არ არის შემთხვევითი არ არის და ვინ ჩაანაცვლა არაპროფესიონალმა ხა მე დიდბოდეს ვხდი არაპროფესიონალი შეიძლება არანაკლები იყოს თუ ის ზოგადად განათლებული და პასუხისგებლობის მქონე პიროვნებაა და ჩვენ უამრავი ზურაყიფშიძის გადაცემა ღმერთო ჩემო შეედაროს რომელიმე ჟურნალისტი ხო იგივე წულუკიძე ჩვენი ძირფასი ხო რა ვიცი რამდენ ამპლუაში სადათავი ყველგან საინტერესო ამაზე კი არ არის საუბარი აი საერთოდ არანაირი განათლება და უბრალოდ რომ ეიოლება თუ ხელში მიკროფონია გონია რომ არის იმან ცხადია არ იცის რომ ინტერვიუს რო ჩამოართმევ ადამიანს საუბარი რო შედგება მან პროდუქტის ბოლო სახე უნდა ნახოს იმიტომ რომ ის ამაზე აწერს ხელს ხო იქ მისი სახელი ფიგურირებს და ეს ელემენტარულია რასაც სწავლობთ ჩვენ ესე არ არის მაგრამ ვისაც იქ არა და ვისაც მიაჩნია რომ საერთოდ არ არის საჭირო ჟურნალისტური განათლება რომ ისე თუ თვითნაბადი ხარ ბჭყალებში ისედაც ამაშია საქმე დღევანდელ ჟურნალისტიკასაც ეთყობა და საზოგადოების დამოკიდებულებასაც სამწუხაროც არის ჩვენთვის ხადია ნუ ამაზე მერე ვაპირებდი საუბარს მაგრამ სიტყვა მოიტანა ისეთი თემებია რომ გადავდივართ იგი პროფესიონალიზმი ეს რომ რა თქმა უნდა მას აქვს უფლება და მოვალეხა რომ ანახო ბოლო აი ზუსტად მაგის გათვალისწინებით ქალბატონო დიანა რომ უვიცები წამოვიდნენ და პროფესიონალები დარჩნენ არ არიან დღეს ჟურნალისტიკაში მე ვაწყდებოდი ჩემი ჟურნალისტური პრაქტიკის პერიოდში ისეთ ფაქტებს რომ ეს ჩვენი კორიფეები ჟურნალისტის ხსენებაზე აძაგძაგებდათ აკანკალებდათ და არ გამაგონოთ აი ესეთი აუღებელი ციხესიმაგრეების კოტება ხარაძე სუკურთხეული აღშფოთებული იყო ხოლმე პირდაპირ გაგებით ციხესიმაგრეების აღება მიწევდა მათთან აღარ უნდა ცირთობისთან როგორ დამეთანხმებინა და ბატონო და იმასწავლეთ ხოლმე როგორ ზედმეტი ქედმაღლობა არ ვარ გასები არ ვარ და თავდაბლობა და მისი მასწავლი ზედმეტი თავდაბლობის გარეშე ვიტყვი რომ არ მქონია შემთხვევა რომ მე ესეთი აუღებელი ციხესიმაგრები არ დამეთანხმებინოს ინტერვიუზე მაგრამ ხვდებოდი კატასტროფულ მდგომარეობას იყო მაგალითად რამოდენიმე თენგის არჩვაზე კატეგორიულად ჟურნალისტის ხსენებაზე და მე რაღაც გავარღვი ასე ვთქვათ ეს და ბოგი გეგეჭკორი საერთოდ შეშლილი იყო ჭკუიდან და ჩვეულებრივი როგორი ინტელიგენტი როგორ მოხდა საინტერესოდ მოხდა მისი დათანხმება ამას თავის ისტორია აქვს მე მოგიყვებით თუ გინდათ ეხლა არა ეხლა ჯობია მაგალითად კი ბატონო როდესაც დავურეკე ბატონ გოგის და ვუთხარ რომ თქვენთან ინტერვიუ მინდა მე და კაცმა კატეგორიული სიტყვა ჟურნალისტი არ ახსენოთო მე ხალხ კითხეთ უკაცრავად მეთქი რა შეესაქმე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მითხრა მინდა თქვენთან ინტერვიუ დამითანხმაო და მე რეგიონმა სად მოვიდე რომელ თეატრში მუშაობთო და კაცი იყო გადარა რა უნდა მკითხო ჟურნალისტმა რომელმაც ისიც კი არ იცის რომელ თეატრში მუშაობო ნუ ხა რა თქმა უნდა უთხარ რომ მეც აღშფოთებული მაშინაც იყვნენ ასეთი ერთი თხოვნამაც უბრალოდ მოვალ თქვენთან და გავისაუბროთ და მე თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება მეთქი აი ესეთ ხვდებოდი აი გაგიჟებულ ამ უვიცობის ბრალია ზუსტად ეს რომ მე მცოდნე ჟურნალისტად უკვეთავ გზას იქ მისასვეს ჩვენ სწავლობდით თქვენგანაც მისწავლია და ბატონი ნოდარისგანაც რომ რესპონდენტთან რომ მიდიხარ უკან მისაბრუნებელი გზა ყოველთვის უნდა დაიტოვო მასთან რომ ყველა მიგესრულებოდეს და შენ მე რო ვიტოვებ გზა შენაც მიფუჭებ ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტო და ამ ხელა კორიფეების ისტორიას რატო აყენებ ბნელში რომ იმიტომ რომ შენს გამო მე არ გავაშუქო ხო რატო მაგდებ ასეთ მდგომარეობაში. არა, საკუთარ თავს რატო იყენებს ასეთ მდგომარეობაში? არა, საწუხებდე უცობა და არც ოდნავ კონდეს და არც ნამოსიო მაღაზი არის ნათქვამი. და მე რომ მივედი ბატონ გოგისთან და გავისაუბრეთ რაღაც
ჩავითრიე დიალოგში ერთი პირობით მოგცემ ინტერვიუსო იმ პერიოდში ბატონი გოგი მოღვაწეობდა ერთი მსახიობის თეატრში ფერიკო ანჯაფარის სახელობით და ერთი თვის განმავლობაშიო უნდა იარო ჩემ სპექტაკლებზეო და ყველა სპექტაკლს რო ნახო მე შევიკრიბებით და კი ბატონო მე ვისაუბრე თავის ჭკუით დამსაჯა ეს ისე სიამოვნებით დავისაჯა ერთი თვის განმავლობაში რა თქმა უნდა მინახავს სპექტაკლებში ბატონი გოგი მაგრამ იქ არ მყავდა ნანახი ერთი მსახიობის თეატრში სოფიკოს სპექტაკლები მინახავს მაგრამ ბატონი გოგი ან მართლაც ერთი თვის განმავლობაში მე ვიარე სიამოვნებით დავიმუხტე დადებითაც და მე უკვე შედგა ჩვენი ინტერვიუ და როდესაც უკვე მე მივედი ამ ერთია საუბრის დროს და მეორე უკვე როგორ წერ უნდა აჩვენო შედეგი და მე როცა მივედი ბატონ გოგისთან და წავუკითხე ეს ჩვენი ინტერვიუ მახსოვს ცრემლებიც მოადგა ერთ მომენტში თვალებზე და კი და ბოლოს როცა დავასრულე ჩვენი ხათაშობის არაჩული ქალიშვილი ყავს მაგასაც მე იყო რამდენჯერ ჩემი რესპონდენტი ბატონო გოგიმ რომ მოისმინე ჩვენი ინტერვიუ ხელზე მაკოცა და მომიხადა ბოდიში რომ მე არ ვიცოდი როგორ ჟურნალისტთან მქონდა შეხება და ბოდიში საერთოდ თუ არსებობენ ესეთი ბოდის გიხდით ო იმ უტაქტობისთვის რომ ესე თავიდან ესე უტაქტოთ და არამეთქი მე სიამოვნება დავისაჯე მეთქი ეგრეთ წოდებულ ჭყალებში ის სიამოვნება მივიღეთკო და ესეთი შემთხვევა მქონდა თითქმის უმრავლეს შემთხვევაში ზუსტად მაგ უვიცობის დღეს რომ ეგრეთ წოდებულ ბიზნესად რომ აქციეს ჟურნალისტიკა ეწყობა კიდეც როგორი გვაქვს იცით რა პატიოსანი ბიზნესი ნუ რას ვიზამთ ხა თუ კაპიტალიზმის მკაცრი კანონები და ბაზრის კანონები მაგრამ იქაც კანონები და წესები არსებობს ეხლა შენ ბიზნეს თუ არ ქმნებ ძალადობას რაღაცა უპასუხისმგებლობას შენს ეს ბიზნესიც აღარ არის პატიოსანი ბიზნესი აიტანს იმას, რომ შენ ჟურნალისტიკაში იყო პიკნათელი რესპონდენტთან, საზოგადოებასთან, შენს პროფესიასთან. ეგ არ დღევანდელ ბიზნესში გამოიაზრება. დღევანდელ არც ბიზნესში და მით უმეტეს ჟურნალისტიკაში შესაბამისად. აი ეს არის უბედურება, თორე თუ ბიზნესია და თურმე ყველაფრის უფლება გაქვს, როგორ გეკადრება ჟურნალისტობა ქალბატონი დიანა, მე ხარ არა მარტო რესპონდენტები იყო, მეგობრობდით და რამდენი საიდუმლოც უთქვამ ჩემთან და ეს დარჩენილა ჩემთან. აბა ახსარების საიდუმლო უნდა დაიცვას ჟურნალისტმა ისე როგორც იცავს ექიმი და ისე როგორც იცავს და აი ეს საიდუმლო თქვათ მე რო შენახული მაქვს და აი ეს რო გამოაშკარავო ხო ის მიაჩნიათ ბიზნესად და ჟურნალისტიკად ეგ მაპატი და უზნეობაა ხო მაგას უზნეობაა დიახ და არაფერი სხვა სახელი არ ქვია სამწუხაროდ რენუარს კითხეს ბოდიში დავასრულებ ამ ჩემს მოსაზრებას გადაწყვეტილები ვარ და დავრჩება საკითხები საინტერესო საკითხები რა არის ხელოვნებაში მთავარი რა თუ როგორო ანუ პასუხა ვინ პიროვნება თუ ხარ ადგილზე ის რაც და როგორც ყოველთვის წესრიგში იქნება უბრალოდ რეზიუმეს სახით დავასრულე რა თქმა უნდა კი ბატონო და რა ვქნა არ შემილია არ გამოვყო გოდერძი ჩოხელი როგორც ნუ ჩვენი ფაკულტეტის უახლოესი მეგობარი იყო თითოეული ჩვენგანის და თუ რამე ნუგოში შეიძლება მისი ტრაგიკული ბედთან დაკავშირებით რომ აი ეს უბედნიერესი წუთები და საათები რომელიც ერთად გატარებული უთბილესი რაღაცას არანორმალურად თავმდაბალი ეს უზარმაზარი ადამიანი ყოველი ქართველის დიდი ტკივილი და სიამაყე 21 საუკუნის ვაჟაფშაველად მიმაჩნიაო ბრძანე და ძალიან მომხიბლი ამითი მშვენიერი შედარება იყო. მასთან იებით ხელში ინტერვიუზეც ბრძანდებოდი მე როგორც მახსოვს. გავიხსენოთ გოდერძი. აუცილებლად. ანუ დამასწარეთ ახლა ყველა ბატონ გოდერძზე ვინც იტყვის მის განსაკუთრებულ თავდაბლობას ყველა აღნიშნავს და ამის გარეშე წარმოუდგენელია გოდერძი ჩოხელი დიდ ნიჩთან ერთად რაც მას ჰქონდა ჩვენი პირველი შეხვედრა მივედი მასთან ბინაზე იებით ხელში და იცოდი რომ უყვარდა გამორჩევა უყვარდა და ვიპოვე ვიშოვე იმიტომ ეხლა რო არის ესე მრავალფეროვნება არ იყო აქსესუარების და სამკაულების თუ კალმების და მაშინ უფრო შეზღუდული ვიწროების იყო და ვიპოვე კალამი რომელსაც ჰქონდა ძაღლის ფორმა კუდიც ჰქონდა და რომ მივედი ეს იები და ეს მეთქი თქვენი ერთგული მეგობარი რომელიც არასოდეს არ უნდა დაიდოს მეთქი ეს კალამი და სულ უნდა იყოს მოქმედებაში მეთქი ძალიან გაუხარდა აღფრთოვანი და ჩვენი ინტერვიუც შედგა ძალიან საკმაოდ საინტერესო იმიტომ რომ თავად იყო საინტერესო ადამიანი და მრავალმხრივი
და მახსოვს ჩვენ ინტერვიუს ბოლოს ესეთი რამ მითხრა ბატონმა გოდეძე, რომელიც ესე სიამოვნებით ვატარებ ამ მოგონებას, რომ მინდა მე დავწერო მოთხრობაო, რომელსაც უნდა დავარქვა სახელად ნაცია და უნდა მოგიძღვნა შენო. არ ვიცი ეს რამდენად რეალისტა ეს მისი ნათქვამი, მაგრამ ჩემი ბედნიერებისთვის ეს წინადადებაც საკმარისია. ნათია ნოდარ-ტაბიძის სკოლა, რომლის გამორჩეული წარმომადგენელიც ბრძანდები. რა ფენომენი იყო შენთვის? ბატონ ნოდარზე საუბარი შემიძლია უსასრულოდ ყველა შეგვიძლია ვისაც მასთან ქონია შეხება მოგეხსენებათ და ეს ადამიანი იყო ჩემთვის აი ამოუცნობი ფენომენი დღემდე და მეგონა უკვდავი როგორც ყველა დიდი ადამიანი ასე მეგონა სულ იარსებებდა და მისგან არა მარტო როგორც პროფესიონალ ჟურნალისტად ყალიბდებოდი როგორც პიროვნებად როგორც ქალად ისეთი საოცარი რჩევები იცოდა აუდიტორიაში ცხადია, მაგრამ აუდიტორიის მიღმაც მქონდა ჩვენ მეგობრობა და ურთიერთობა, იმდენი რამე რჩევა და იმდენი რამე მასწავლა ბატონმა ნოდარმა, როგორ ფორმირებული ყავდა, როგორც ქალი, როგორ საინტერესო უნდა იყო მამაკაცის ამოუცნობი ყოველთვის და მრავალმხრივი და როგორ დაგარქვათ სტუდენტებს საიდუმლო კუნძული. თითოეული სტუდენტი არის საიდუმლო კუნძული ადამიანი. იმასაც კი მასწავლა ქალმა უნდა იყოს მოკლე ნაბიჯებით ქალურად. აი ესეთ რაღაცებს მეტყოდა ხოლმე გაოცებული რჩებოდი საოცარი ადამიანი და არასოდეს არ იცოდი, როდის რას გააკეთებდა ბატონი ნოდარი. გამოცანა იყო ჩემთვის და ყოველთვის იყო მოწოდების სიმაღლეზე. ახლა მოგეხსენებათ დიდ ადამიანებს ყოველთვის ჭიაღუები ესევიან და ცდილობენ რაღაც დააკონ თავის უცხო ხედვით და ჭკუით, მაგრამ ბატონი ნოდარი ყოველთვის ღირსების დონეზე თავის სიმაღლეზე იდგა, აი ამით მან ციფრებდა ყოველთვის ის გაწონასწორებოდა. ჩვენც გაიძულებდა რომ ღრუბლებში გეცხოვრა, არ იყო ასე. აი ამათ საქართველოში ჟურნალისტიკა პუბლიცისტურმა სიტყვამ დაკარგა თავისი უმთავრესი ფუნქცია. საგანმანათლებლო ფუნქცია და ბიზნესად იქცა. ჯერ ერთი მეორეს არ გამორიცხავს აქედან დავეწყოთ და მერე კაცმა რო თქოს ასეცაა დიდწილად ეხა საგანმანათლებლო ფუნქციას დღეს ნამდვილად ვერ ასწავლეს, მაგრამ ეს არის დეგრადირება და არა ახლებური მიდგომა. ამას გვთავაზობენ როგორც ახლებურ მიდგომას. თითქოს სიახლეა, ანუ უპირატესი. უცოდინარობა არის ახლებური მიდგომა. ახლებური ჟურნალისტიკა. თურმე კი და ამიტომაც იქცა დიდწილად თანამედროვე მედია ზედმეტ ბარგა და მას ზურგი აქცია საზოგადოება. მეს უკვე თვალსაჩინო არის. თვალსაჩინოც არის და ლოგიკურიც. ლოგიკურიც არის, თვალსაჩინოც არის და ტრაგიკულიც არის ჩემთვის ესე არ არის. როგორ ფიქრობ, დრო მოიტანა და ამას უნდა შევეგუოთ. ეხა რიტორიკული კითხვაა, შენ ასეთი კითხვა არც უნდა დაგისვა, მაგრამ ზოგადად სვამ ამ კითხვას მინდა რომ შენ გასცი ამაზე პასუხი. სამწუხაროდ დრო მოიტანა ეს უვიცობის ტირაჟირება რაც ხდება ეკრანიდან. თითიდან გამოწვეული ეგრეთ წოდებული გმირების რეკლამა და როცა ერთს ყავს ასეთი ფასეულობა, გვაქვს ამდენი ფასეულობა, ამდენი წმინდანი ყავს ეს, ასეთი ლიტერატურა გვაქვს. როგორ შეიძლება არის წინა გადაცემაში რაზეც ვილაპარაკე, манипуლირების ერთ-ერთი მეთოდი საზოგადოების დეგრადირების, ანუ საზოგადოების ზომბირების მეთოდი ერთ-ერთი ხო განვიხილეთ, იყო დარეს შემოთავაზება, როგორც საუკეთესო დარეს უგემო. რატომ გონიათ რომ ქართველი ხალხი არის უვიცი, უკულტურო და რატომ აწვდიან ამ პროდუქციას მე არ მესმის. ქართველი მაყურებელი, ქართველი მკითხველი ხო ისეთ ლიტერატურაზე გაიზარდა, კაცო, ისეთ კლასიკოსებზე გაზრდილები ვართ და რატო აკადრებენ შეურაცხყოფას? აყენებენ შეურაცხყოფას ამითი. თავის თავს რომ აყენებენ პირველ რიგში, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ ამ შემთხვევაში, ჩვენ მაყურებლის პოზიციიდან ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, მედია მომხმარებლის პოზიციიდან. დიახ, ერთს როცა ასეთი წმინდანები ყავს, ასეთი ისტორია გაქვს, რას აშუქებ და რას აპირებს. გასაგებია შედი პოზიცია არ უნდა შევეგუოთ ამას მე იგივე ვარ მარად და მარად არ უნდა შევეგუოთ ამას არც ერთ შემთხვევაში რაღაც გამახსენდა თუ მადლობა რომ ერთ აზრზე ვართ კი ბატონო თქვენი აღზრდილი ვარ და რატო უნდა იყოს სხვა აზრზე სირჩხილიც არა ადამიანი ვითარდება მერე და თავის სათქმელსაც პოულობს მაგრამ არის მარადიული ჭეშმარიტება ცოდნა რომ ყველა პროფესიისთვის აუცილებელია მით უმეტეს ჟურნალისტისთვის ამაგას რა თუნდა განხილის საგანიც არ უნდა იყოს ეს
და რაზე მინდა რაღაც უნდა გეტყვი რა უნდა მეთქვა და გამახსენდა დედაც იწვევდა ხოლმე ხალხური გადაცემების რედაქციაში და ეკითხულობდა ხოლმე ლექსებს და განსაკუთრებით მიყვარდა ხალხური ლექსებს როცა ეკითხულობდა იმიტომ რომ ჩვენი ფოლკლორი ხალხური მაინც ჩვენს ნიადაგზე აღმოცენებულია ანუ ჩვენი სახე ჩანს კარგად ჩვენ ქართულობის ჩვენ სულიერების და ერთი ლექსი გამახსენდა მაგაზე აი რატო გამახსენდა გეტყვით რისი წამოწევა შეუძლია და რეებს აჩვენებენ მაგაზე გამახსენდა ზუსტად ხალხური იმიტომ მომაქვს შეგნებულად ესეთი ლექსი იყო წითელი ჩოხა ჩაიცვი შვილო ნეტავი რა გაქვს სამგლოვიარო წითელზე სისხლი არ დაგემჩნევა თუნდ 10 ომი გამოიარო წითელი ჩოხა ეცვა მამაშენს კრწანისის ომი გამოიარა არ ეტყობოდა უბეზე სისხლი თუმცა კი კერტში ქონდა იარა წითელი ჩოხა ჩაიცვი შვილო ნეტავი რა გაქვს სამგლოვიარო თუ მამიკვდები ისიც მეყოფა მე რომ ძაძებით უნდა ვიარო აი ჩვენი სახე ქართველობის ქართული სული ქართული სული როცა ესეთი საგანძურები გვაქვს ხელში ამის ანალოგია ილიას ქართლის დედა აჰა ამ დღისთვის გაგიზარდე მამულო შვილი სიცოცხლე მივეც რომ რომ შეიძლოს შენთვის სიკვდილი ამ ხალხურის გაგრძელება ერთგვარი მიყვარს სიცოცხლე ჩვენი არ დედისა არც მამის და აი ასეთი კლასიკოსები ასეთი ნიმუშები გვაქვს და ამ ქართულ სულს რატომ უკლავენ შეგნებულად ამ მომავალ თაობას ჩვენში ხო ყველაში არის კოდირებულად ეს პოტენცია სიყვარულის სამშობლოში და ამ ახალგაზრდობამ არ იცის ეს პოტენცია რაში გახარჯონ არასწორი მიმართულებით მიყავთ და იმიტომ და აბა ესეთი გადაცემები ასეთი რაღაცები გააშუქე ანალოგიური გამახსენდა ზუსტად ილიას ამ ფრაზაზე 9 აპრილის პერიოდში ეხეზე გაკრული ლექსებიც იყო მოგახსენებათ და დახოცილები რო იყვნენ ეძებდნენ თავიანთ შვილებს მოშიმშილეებში ვინ იყო ცოცხალი ვინ არა და ერთი დედის წერილი გამახსენდა ეხლა წერდა მოშიმშილეებში დაგეძებ და ვერ გპოულობ ვაი თუ მანდა ხარ შვილო და თუ მანდა არა ხარ მართლა ვაიშენს დედას შვილო ზუსტად აი ქართველი ქალის ფენომენი და მისი გაზრდილი შვილები და ამდენი წმინდანი და ამდენი გმირი გვყავს ერში და რატო აქვთ მე მგონი შეგნებულად მიდის ეს პოლიტიკა რომ გამოგვაცალონ სული და გადაგვარონ მომავალი თაობა ჩვენს ღირსებებს ებრძვის ვიღაც და არ უნდა დავანებოთ ჩემო რა თქმა უნდა და თქვენი გადაცემა ზუსტად ნიმუშია იმისი როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ჟურნალისტი და ჭეშმარიტი ჟურნალისტი რას უნდა ემსახურებოდეს და მადლობას გიხდით თქვენ რომ ეს მისია გაქვთ აღებული თქვენ დიდი მადლობა მაგრამ ვიდრე მადლობას გეტყვი შემიძლია არ კითხო დედის თხოვნა და დაგეგმილი ესეთი სურვილი იყო რომ შენ აი ეს შენი მართლა ძალიან მდიდარი შემოქმედება საინტერესო წიგნად შეგეკრა ასევე მე მახსოვს ბატონი ნოდარის თხოვნა თუ ბრძანება თხოვნა მისი თხოვნა იყო შენი თხოვნა ჩემთვის კანონიაო ბებიმა რო ვიცი ჩემი ხო აი ესეთი რამ რომ აი ეს და როდის ველოდოთ ამის ასრულებას ახლა მე ვიცი რომ პრობლემა შენში არ არის ვიცი მაგრამ ბატონი ნოდარი მოგხსენებას ზუსტად თქვი თქვენ დაგიყენებდა საკითხს რომ დავამთავრე უნივერსიტეტი და მიპარა ან დარჩები კათედრაზე ან გაკეთებ წიგნს ამორიდან ერთი უნდა არჩიო. ნუ რა თქმა უნდა წიგნი ავარჩიე მე და ასეთი მაწმები ქონდა ჩვენს კი. და მითხრა რომ მე ვიქნები შენი წიგნის რედაქტორიო და ისე გული მწყდება. მე ხო უკდავი ბატონინო და ჩვენ ყველას უკდავი გვეგონა ბატონო. უკდავიც არის, მაგრამ მე ფიზიკურ გადასვალებას გულისხმობ და ისე გული მწყდება რომ წინა სიტყვაობა მაინც და დაეწერა და მქონოდა, მაგრამ თუ ღმერთმა ინება ეს სახსრებთან არ დაკავშირებული. ეხლა ჭირს და მაშინ მithumedes წერილთა კავშირი აფინანსებს სხვათა შორის ძალიან ბევრ კარგ წიგნს. ეხლა ძალიან კარგი პრეცედენტი იყო თემურ აბულაშვილი გახსოვს ჩვენი არაჩვეულებრივი პროზაიკოსი და ორტომად გამოვიდა მე მქონდა პატივი თავარი რედაქტორი ვიყავი ამ გამ და ფინანსამ წერილთა კავშირი შუამდგომლობით კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ასე რომ აი რაღაც ასეთი გზები ვეძებოთ ჩემონათია მერცნები თუ რამე გამოჩნდება იმიტომ რომ დედა სანდერდიც ბატონი ნოდარის სანდერდის ჩემთვისაც ვირფასია და ხა შენთვის რა არის წარმოდგენილი ხო მე მეღირსა და რეალისტა ეს საკითხი ბატონი ნოდარსა დედეს ხსოვნას რა თქმა უნდა ამ გზას დავადგეთ მე და შენ ნახოთ ანუ
მე არა მაქვს პრეტენზია თქვა წიგნად გამოცემის, მაგრამ იმდენად საინტერესო რესპონდენტები არიან, ძალიან საინტერესო იქნება, საჭირო წიგნი იქნება. იცი რა, კარგი მაგალითი საუკეთესო აღმზრდელია, რომ დავდებ ჩვენ ასეთ კრებულებს იქნებ ვიღაცა შეაწუხოს თამოყვარობამ და იფიქროს რაღაცა ნიშა კადრს მიღმა მოგონებებსაც წერ ხოლმე პერიოდულად ჩემს გვერდზე. მაგალითად მედია ჩახავაზე მქონდა ეს პატარა მოგონება დაბადების დღეებზე უფრო წერ გარდაცვალებაზე არ მიყვარს და როდესაც ინტერვიუზე მივიდოდი ქალბატონი საინტერესოა, იცი რომ ესეც ბატონ ნოდარის გავლენა. ერთხელ მახსოვს ბატონ ნოდართან ვარ სტუმრად და მოვიდა გიორგი მისი შვილი და ისო ზვიადი შემხვდაო და მითხრაო საფლავზე თუ იყავითო გალაქტიონისო გარდაცვალების დღე იყო. ხო და მე არ უთხარიო ბატონმა ნოდარმა რომ ჩვენ დაბადების დღეს მივდივართო გარდაცვალების დღეს ეკლესიაშიო და აი ეს ჩარჩა იცი და არ ვიცი ხა მანამდეც მქონდა მერეც მქონდა არ მიყვარს გარდაცვალების დღეების აღნიშვნა არც ახლობლების არ ჩვენი კლასიკოსების აი დაბადების ხო აღარ არიან მაგრამ აი დაბადების დღე მაინც ხო და აი ხა როგორ მენიშნა შენი ნათქვა ისე გავაცოცხლო ხოლმე მათი დაბადების დღე ეს ჩემ პატარ-პატარა მოგონებებით რაც დარჩა თქვათ ინტერვიუს მიღმა ჩვენ პირად ურთიერთობაში ეს ფრაგმენტი იყო როგორ ჩანს ადამიანის როლი მედია ჩახავასთან რომ მივდიოდი ინტერვიუს ჩაბნელებული სადარბაზო ყველაფერი და საკარზე რომ მივიდოდი დავაკაკუნო სანამ დავაკაკუნო ვიღება კარგი დგას მედია ჩახავა ლამბით ხელში ვარ მე ქალბატონო მედია მე ვთქვა ჯერ არ დამეკაკუნებია და როგორ მივხვდით მეთქი რომ მოვედი და არა უშულო ჩაბნელებულია სადარბაზო და ვიფიქრე ბავშვი არავინ შეშინოსო და მოდიოდა რომ დამხვედროდა სადა აი როგორ ჩანს მისი ადამიანობა როგორი აქტიური იყო ყველა ჩემი რესპონდენტიც იყო და მახსოვს და ესეთი პატარ-პატარა მოგონებები ვაცოცხლებ ხოლმე ამ ადამიანებს ძალიან ადამიანური ძალიან ისეთი დედაშვილი საოცარი რესპონდენტი იყო მახსოვს ძალიან თბილად მახსოვს მე შემონათია სამწუხარო ჩვენი დრო ამოიწურა დიდი მადლობა ამ დღევანდელი სტუმრობისთვის წარმატებებს გისურვებ აი ამ ჩვენი დაანდერძევი და ნაოცნებარი წიგნის მალე გამოცემას და ყველა შენი ლამაზი ოცნების ასრულებას პირიქით უღრმესი მადლობა თქვენ ქალბატონო დიანა გულზე მომხვდა დავბერთიო და თქვენარი ადამიანები არ ბედებიან სულით ახალგაზრდა ხართ და ისე იქნებით მარად და დასასრულს მოვიპარავდი ცოტა დროს და მინდა საჩუქრად გადმოგცეთ ეს ჩემი ხელნაკეთი არის ღვთისმშობელი რომელიც გემსახ საქართველოს აი ეს ვეღარც ჩავატი ჩვენს გადაცემაში რომ ჩემო ძვირფასო მაყურებელო ნათი არის საოცრად აი ამ სფეროშიც საინტერესო პიროვნება ხელოვანი შემოქმედი მისი ნაკეთობები ხელნაკეთი სუვენირები და აი ეს საოცარი საჩუქარი ღვთისმშობელი თქვენ ისეთ საქმეს ემსახურებით მისი ფარობა გჭირდება და სრულიად საქართველოს და როგორც ამ ჩემ ხელნაკეთში არის გარწყინებული საქართველოს ნიკოპსიდან და რუბანდამდე მალე გვაღირსოს ეს საქართველოში ცხოვრება და აქ ბოლოს მინაწერი მაქვს და მინდა იმით დავასრულო ჩვენი გადაცემა გადავიწერე პირჯვარი და ისევ ჯვრისკენ მივტრიალდი ღმერთო დაოცე საქართველო რაინდური და ქრისტიანი აღარ არსებობს სიკვდილო და აღარ არსებობს სადარდელო როცა ღვთისმშობელს შვილის ნუკრივით კეთზე მიუკრავს საქართველო დიდი მადლობა ჩემო უღრმესი მადლობა წარმატებებს გისურვებთ ამ დიდ საქმეში და უღრმესი მადლობა რომ თქვენაირი ადამიანები და პროფესიონალები ჯერ კიდევ არსებობენ დალოცვილი იყოს ეს გადაცემა სრულიად საქართველო ყველა ახალგაზრდა თქვენ კი მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით ჩემო ძვირფასო ერთგულო მაყურებელო